ბატონო პრემიერო, თქვენ შესავალში ბრძანეთ, რომ ოპონენტების განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებას არ აპირებთ, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია. როგორ ფიქრობთ, რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ქვეყნისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ბევრი რეფორმა გაქვთ დაგეგმილი და დასავლეთის თვალში საქართველოს იმიჯზე როგორ იმოქმედებს და თქვენ როგორც პრემიერი რაში ხედავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან? ასე იგი. კარგი შეკითხვაა. მე დავიწყებ საქართველოს იმიჯით, რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს დღესაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაგრამ არსებობს უფრო ნაკლები. მე მგონი, რომ ნაწილმა ამ ქვეყნების და მათმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ რეალობა საქართველოში, ძალიან დიდმა ნაწილმა ეხლა გაიგო. მე მგონი, ძალიან მცირე ნაწილი დარჩა, ვისაც არ აქვს გაგება იმ რეალობის, რაც არსებობს საქართველოში. და მათმაც ვინც გაიგეს არ მოსწონს ეს და ძალიან ცდილობენ რომ და გვირჩევენ რომ რაც შეიძლება ეს მოხდეს გამჭვირვალედ, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და არც ერთ შემთხვევაში არ მიეცეს ამას პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის სახე. რასაც ჩვენ კიდევ შეგახსენებთ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, გვაქვს ურთიერთობები, ველოდებით ექსპერტებს, როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან და ჩვენ პროცესებს გავხდით და დღესაც არსებობს ამის საშუალება და მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესები. რა შეიძლება მოიტანოს ქვეყანას საფრთხე ამით არ ემუქრება. მე კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით და მოსახლეობას მიმართავ, რომ მაქსიმალურად შვიდად მიადევნოთ ალყური ამ პროცესებს, ნუ შეეცდებიან ქუჩით დარეგულირებას. მე ფიქრობ, რომ იმ რეალობას თუ გავიხსენებთ, როგორიც იყო საქართველოში და შევადარებთ დღევანდელს, პროცესები საკმაოდ შვიდად მიმდინარეობს, ნორმალურია, სადაც იყვნენ ჩვენი ოპონენტები, სადაც არიან დღეს. კონსტრუქციულობას, რასაც მე ვითხოვდი, ვერ შეძლეს, რომ ვერ შეძლეს, ამასაც მიზეზი აქვს, თუ გნებავთ. კონსტრუქციული რომ იყო, სწორი ცხოვრებით უნდა ქონდეს ნაცხოვრები და არ უნდა არსებობდეს მრავალი კითხვები, რაც არსებობს მათ მიმართ. შესაბამისად, მე მგონი ობიექტურად მათ ვერ ნახეს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გაეგრძელებინათ იგივე იდეოლოგიით, სიცრუაზე აგებით და ცდილობენ რაც თვითონ აკეთეს ჩვენზე გადმოიტანონ. მაგრამ მე კიდევ მინდა მიმართო მოსახლეობას თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად შვიდად მიადევნონ ამ პროცესებს თვალი. ეს ძალიან კარგი პროცესებია იმისათვის, რომ საზოგადოებამ მოახერხოს და სწორი ანალიზი გააკეთოს. არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არც შიგნით და არც გარეთ ქვეყნის განვითარებას. ინვესტიციებთან დაკავშირებით დაისვა რამდენჯერმე კითხვები, რომ ამან შეიძლება ინვესტიციები შეაფერხოს, ამასაც გაჩვენებთ, რომ ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება, ის არ არსებობდა პრაქტიკულად ქვეყანაში. ყველაფერი ეს ხელოვნურად კეთდებოდა ასეთი ტიპის მმართველობის იმ ტიპის დროს, როგორც ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს ინვესტიციები არ შემოდის. კარტელური მმართველობით და მონოპოლიებით, შეთანხმებით და მონოპოლიებით მართულ ეკონომიკაში, როგორც ესე, როდესაც ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს ბიზნესს, ინვესტიციები არ შემოდის. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, პრინციპული პოზიცია გვექნება, გარდა ამისა დამატებით ბერკეტებს ხმარობთ იმისათვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს ამას დროში საქართველოს მოსახლეობა არათუ დაინახავს, არამედ იგრძნობს და ყველაფერი კარგად იქნება. აი, გამოსავალთან დაკავშირებით რომ მითხრათ, რაში ხედავთ გამოსავალს, აი იმ დაძაბულობას შორის, რაც ხელისუფლებას გამოსავალი სამართლიანობა უნდა აღდგეს ქვეყანაში. აქ იქნება გამოსავალი და დროში ეს ყველაფერი დალაგდება. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევენ და თქვათ, საოცრება იყო ახლა, როგორ შეიძლება უმცირესობის ლიდერს კიდევ სერიოზული პასუხები გასცე, როდესაც ორი მინისტრი დააკავეს კონკრეტულ კორუფციაზე და ჩვენს მინისტრებს და ჩვენს მთავრობას ეძახის კორუფციულს ყოველგვარი ფაქტების გარეშე. რასაც უნდათ იმას ამბობენ. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვერ გავაკეთებ ღრმა ანალიზს მათ გამონათქვამებზე, მე შევეცდები კითხვები არც ერთი არ ჩაგიგდოთ ჟურნალისტებს, მაგრამ ძალიან მოკლედ და ხშირად იუმორისტული დამოკიდებულება მექნება მათ გამონათქვამებზე. მადლობთ. რუსთავი 2